ესე არის იოვანე ნათლისმცემელი. იგი აღდგომილვარს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მისთან. ამ სიტყვებით ძრწოლასა და შიშრომა აშკარავებს. სახარების ცნობით მეფე ჰეროდე მიმართავს თავის ქვეშევრდომებს. ამ დროისათვის უკვე აღსრულებულია საზარელი მოვლენა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, უდაბნოს ანგელოზი, ძველი აღთქმის უკანასკნელი და ახალი აღთქმის პირველი წინასწარმეტყველი, უკვე დასჯილია საზარელი სიკვდილით. წინამორბედი უდაბნოში ცხოვრობდა. აქ მას ძლიერი სიცხე სწვავდა და ზოგჯერ გაუსაძლისი სიცივე აწამებდა. აქლემის ტყავით იფარავდა სხეულს და ფეხს უხეში ხამლებით იმოსავდა. ამასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, როგორც თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს. ებრაელებისთვის არსებობდნენ წმინდა ცხოველების და უწმინდურებიც, ხოლო აქლემი იყო ნაწილობრივ წმინდა, ნაწილობრივ უწმინდური. ხოლო იოანე კი ძველსა და ახალ აღთქმას შორის მის მიჯნაზე მდგომი წინასწარმეტყველია. იგი უქადაგებდა როგორც ჩეულერს, ასევე კერპთაყვანისმცემლებსაც და სწორედ ამიტომ ემოსა სწორედ მას აქლემის ბეწვის სამოსელი. თუმცა არის უამრავი გამოსახულება, სადაც მას ჩვეულებრივ ქიტონი და ჰემატიონი აცვია. მისი უმთავრესი მიზანი ქრისტეს მომავალი მოსვლის ქადაგება იყო. იგი ხომ ჯერ კიდევ შობამდე გამოირჩია ამისთვის უფალმა. უდაბნოს ჰავის შესაბამისად შემოსილი და სულიერი უმანკოებით აღჭურვილი წინასწარმეტყველი, ბავშვური უმანკობითა და წინასწარჭვრეთის საკვირველი უნარით აღჭურვილი, ღვთივშთაგონებით ქადაგებდა. ოდესღაც მუცლადღებული იოანე დედის საშოდან მიესალმა ქალწულის წიაღში ჩასახულ ყრმას. ჯერ კიდევ დაბადებამდე გრთოდა იგი სიხარულით ელისაბედის მუცელში, საღვთო მადლთან მიახლოებისას. კაცმოძულე და უფლის შობით შეშინებულმა ჰეროდე მეფემ 14,000 ყრმა გაწყვიტა. უმოდგინეთ მალავდნენ იოანეს მშობლები, მაგრამ ამ ავბედით მოვლენებს შეეწირა მისი მამა, მღვდელმთავარი ზაქარია და მისი დედა ელისაბედი. ჰეროდეს ოჯახის უწმინდური და აგვირახსნელი ცხოვრება წინასწარმეტყველმა არაერთ გზის ამხილა. მიუხედავად ჰეროდეს უღმრთობისა, ხელისუფალს წინასწარმეტყველის წინაშე უცნაური შიში დასჭამდა და მის დასჯას ყველანაირად აყოვნებდა. თავის გვეთის ამბავს ამგვარად აღწერს წმინდა ლუკა მახარებელი. ჰეროდემ იოანე შეიპყრო და დილეგში ჩააგდო. თავის ძმის ფილიპეს ცოლის ჰეროდიადას გამო, რადგანაც იოანე მას ამხელდა და ეუბნებოდა, რომ ჰეროდიადა ცოლად არ უნდა მოეყვანა. და უნდა ღათუ მისი მოკლაი, არამედ ეშინოდა ერისამის, რამე თუ ვითარცა წინასწარმეტყველი ეპყრა მათ იგი. ჰეროდეს უნდოდა იოანეს მოკლა, მაგრამ ხალხის ეშინოდა, რადგან ხალხს იგი წინასწარმეტყველად მიაჩნდა. დავითარცა შობისა დღენი იყვნენ ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის და სტნდა ჰეროდეს როკვა იგი მისი, რომლისათვის ფიცით აღუთქვა მას მიცემა, რაიცა ითხოვოს. ჰეროდეს დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ ხინზე ჰეროდიადას ასული ლამაზად ცეკვავდა. ჰეროდეს მოეწონა და აღუთქვა, რომ მისცემდა იმას, რასაც ეს ქალიშვილი მისგან ითხოვდა. ხოლო იგი წინასწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ხრქვა, მომეცმე აქალანკნითა თავი იოანესი ნათლისმცემლისაი. ქალიშვილი დედისგან იყო გაფრთხილებული, რომ მას იოანე ნათლისმცემლის ლანგარზე დადებული თავი უნდა მოეთხოვა. ჰეროდე შეწუხდა, მაგრამ სიტყვას არ გადავიდა. ხალხი საპყრობილეში გაგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა. და მოართვეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას
და მან მიართვა დედასა თვისა და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გვამი მისი და დაახვლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესოს. როდესაც თავი ლანგრით შემოუტანეს, ჰეროდე მის ქალს გადასცა. ქალმა კი დედას მიართვა. უკვე 20 საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰეროდეს სასახლეში ეს საზარელი მკვლელობა მოხდა. მაგრამ წმინდა სახარებით უწყებული ეს ამბავი დღესაც შეიძლება ცოცხლად წარმოვიდგინოთ. მაინც რად დაუშვა კაცთმოყვარე ღმერთმა, რომ ასეთი საშინელი დანაშაული მომხდარიყო ჰეროდეს სახლში და ღვთისმოყვარე და მოღვაწე წინასწარმეტყველიც კი არ დაინდო. პირველ რიგში იმისთვის, რომ ადამიანთა მოდგმას თაობების განმავლობაში კარგად დაენახა, თუ რა შედეგი მოსდევს გარყვნილ ცხოვრებას. წმინდა იოანე ოქროპირი 4 საუკუნის შემდეგ წერდა: კვლავ მრესხანებს ჰეროდიადა, კვლავ შფოთავს, კვლავ და კვლავ ითხოვს ჰეროდესაგან თავის კვეთას იოანე ნათლისმცემლისას. ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს, რომ ტრაგედიის მთელი სიმძიმე მის მრავალჯერად დაუსრულებელ განმეორებაშია. წმინდა გადმოცემის მიხედვით ნათლისმცემლის თავწარკვეთილი ტანი მოწაფეებმა დაკრძალეს, ხოლო მისი თავი, რომელიც ლანგარზე დადებული კვლავ ამხელდა ბოროტებას, ჰეროდიადამ შეურაცხო და თავისი სასახლის მახლობლად დაამარხვინა. ჰეროდეს კარისკაცის ცოლმა იცოდა თუ სად დაქვა ჰეროდიადამ სიწმინდე. მან მისი საიდუმლოდ ამოთხრა და ელეონის მთაზე დაკრძალვა განიზრახა. როდესაც ჰეროდეს ხურს მაცხოვრის გადაგების ამბავი მისვდა, იგი ცოლთან ერთად დაუყოვნებლივ გაეშურა სამარხის სანახავად, რომლის გახსნის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნათლისმცემლის თავი იქ აღარ იყო. ალბათ ამ მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს ჰეროდეს სიტყვები, რომელიც სახარებამ შემოგვინახა და რომლითაც ჩვენი თხრობა დავიწყეთ. ესე არის იოანე ნათლისმცემელი. იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მისთანა. მინდა ძალზე ცნობილი გამოსახულება ვახსენოთ დეისუსი, ქართველების ერთ-ერთი უსაყვარლესი საკონქო გამოსახულება, სვანეთში ხომ საერთოდ სხვაგვარად მოხატულ საკურთხეველს ალბათ ვერც ნახავთ, სადაც იოანე ნათლისმცემელი დედა ღვთისასთან ერთად ვედრებად წარმდგარა იესო ქრისტეს წინაშე და როგორც შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის მეოხებას თხოვს კაცობრიობის ცოდვებისთვის ყოვლისამყრობელ უფალს. ალბათ ყოველმა კაცმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მაშინ, როდესაც უფლის მამხილებელი ხმა მისწვდება მის ხურს, არ შეაძრწუნოს საკუთარმა ბოროტმა საქმეებმა. უნდა დაუფიქრდეთ იმაზე, რომ თუ ერთ ჩვეულებრივ დღეს მეორედ მოსვლის ზარი ჩამოკრავს, არ შევხვდეთ მას ცოდვით დამძიმებული სულით და მოუნანიებელი, მომაკვდინებელი ცოდვებით დატვირთულნი. დაუფიქრდეთ ამაზე და უფლის წინამორბედსა და უდიდეს წინასწარმეტყველს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თხოვოთ შეწევნა.